როგორ განვასხვაოთ ორიგინალი ფეიკისაგან კოსმეტოლოგიურ პროდუქციაში. გოგონამ წერს, რომ ესე იგი აფთიაქში ძალიან ძვირია ეს პროდუქცია და სურს მაგალითად რაღაც საიტზე ნახოს დაბალ ფასად შეიძინოს ეს პროდუქტი. მე გეტყვით ჩემ აზრს. ჩემი აზრი არის შემდეგნაირი. მე ვენდობი მხოლოდ აფთიაქს. აგიხსნით რატო? იმიტომ რომ მაგალითად იგივე ლაროშს აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელსაც აქვს ოფიციალური ხელშეკრულება აფთიაქებთან და ლიცენზირებულ, სერტიფიცირებულ ორიგინალ პროდუქციას აწოდის აფთიაქს. კი, მესმის აფთიაქში ფასი მაღალია, მაგრამ ჩემთვის ხარისხი უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე დაუშვათ იაფად ნაყიდი პროდუქტი. ეს ჩემი პოზიცია. ეხლა გეტყვით ერთ მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან. ეს ერთი არ არის ბევრი, იყო ეხლა რადგან ლაროშეზეა საუბარი, გეტყვით ლაროშეზე. მოვიდა ჩემი პაციენტი, მოიტანა თავის კოსმეტიკა და მათ შორის მოიტანა ვიტამინი C ლაროშესი. მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალფასიანია, 200 რაღაცა ლარი ღირს აფთიაქში. მოიტანა და რო შევხედე უკვე არ მომეწონა, მაგრამ რო გახსნა და იქიდან რო ამოვარდა რაღაც საშინელი სუნი და რაღაც საშინელი ფერის და გაურკვეველი სუბსტანცია ეს ხა ამ ბოთლში, გაირკვა რომ თურმე იყიდა რაღაც, არ ვიცი მე Facebook-ზე რაღაც საიტზე და გადაიხადა 70 ლარი. დამერწმუნეთ იმ ნივთიერებისთვის, რომელიც შიგესხა არავინ არ იცის რა იყო, 70 ლარიც ალბათ ძალიან ბევრია. ამიტომაც შემოკარგებო, ესეთ რაღაცას რო არ წამოვეკოთ, მე გირჩევთ იყიდოთ იქ, სადაც არის გარანტირებულად ორიგინალი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ყველას თავის არჩევანი აქვს, მაგრამ მე ასე ვთვლი. ალბათ შემოკარგებო, როგორც ყოველთვის საუკეთესო არჩევანს გისურვებთ.